ნილსა და კარლოს პრატეს შორის კარლოს პრატეს ბოლო ბრძოლა წაგებული აქვს იან მაჩადო გარისთან, ჯეფ ნილს კი მოგებული აქვს. შეიძლება ამიტომ რაღაც კარგ ხასიათზე უფრო იყოს ნილი, მაგრამ ასაკშია ესე რომ ვთქვათ უფრო ნილი. მაგრამ ნილი მაინც ნილობს რა. ყოველთვის აქვს ამ სპორტსმენს რაღაც ეგეთი ძლიერი დარტყმით გამოირჩევა და თუ რაღაც მომენტში აფეთქდა, ვფიქრობ რომ გამარჯვების მოპოვება შეუძლია. კარლოს პრატეს კიდე რაც შეეხება თუ გადააბა, ვიცით რომ რაღაცა ბოლომდე სპორტსმენი მაინც ვერა, ჩემი აზრით თუ გადააბა მოწევა, დალევა და რაღაც ესე რომ ვთქვათ გულაობები, როგორც ჩვევია ხოლმე პრეს კონფერენციასაც ჩვეულებრივად სიგარეტის ამოუღია და გაუბოლებია ასე რომ ვთქვათ, ჩემი აზრით შეიძლება ამ ყველაფერმა გადატეხოს და ჯეფ ნილმა გამარჯვება წამოიღოს, მაგრამ ბუკმეიკერების აზრით ძალიან დიდი ფავორიტია კარლოს პრატესი. მეც რაღაც მხრივ მოდი დავუჯერებ ბუკმეიკერებს და მივენდობი და ვფიქრობ რომ კარლოს პრატესი მოახერხებს მაინც და გაიმარჯვებს, თუნდაც იმით რომ ახალგაზრდაა და პერსპექტიულია და ძალიან კარგი სტრაიკინგი აქვს და შეუძლია თავის ძლიერი დარტყმის ხარჯზე, არანაკლები ძლიერი დარტყმა აქვს ჯეფ ნილზე, მოიპოვოს გამარჯვება რა. ჩემი აზრით კარლოს პრატესი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. რაუნდს და გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, ვერ ვხედავ ამ ბრძოლაში.